ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის ახალი სავაჭრო ტარიფების დაანონსების შემდეგ ჩინური კომპანიები ახალი ბაზრების მოძიების მიმართულებით გააქტიურდნენ. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა. როგორ იყენებს ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას საქართველო და რა მიმართულებებია საინტერესო ექსპორტ-იმპორტისთვის? დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მაიკო, მოგესალმები. ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გახმავების შესაძლებლობებზე ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო ვაჭრობა 9%-ით გაიზარდა და $1.420 მილიონი შეადგინა. ჩინეთი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში იმპორტის მიმართულებით მესამე ადგილს იკავებს, რაც შეეხება ექსპორტს მართალია ათეულში ხვდება, თუმცა მე-7 პოზიციით. გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე კი ჩინეთს ახალი ბაზრების ათვისების დამატებითი мотивация გაუჩნდა და როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოს აქვს გარკვეული პოტენციალი, რომ უფრო მეტი პროდუქცია გაიტანოს ჩინურ ბაზარზე, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია მასშტაბები. ჩინურ მხარეს მოთხოვნა საკმაოდ დიდი მოცულობის პროდუქციის შესყიდვაზე აქვს, მცირე მოცულობებიდან გამომდინარე კი ამ მოთხოვნას ექსპორტიორთა ნაწილი ვერ აკმაყოფილებს. დაინტერესებული არიან ორმხრივი ტურისტული მიმართულებით, ორმხრივი ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით. ჩვენი ტრადიციული რაც გვაქვს ღვინო, სხვა პროდუქტები, რომელსაც საქართველო აწარმოებს და გარკვეულწილად ინტერესს წარმოადგენს ჩინეთში, ამისთვის მრავალ გამოფენაში მონაწილეობს ჩვენი კომპანიები. მინდა გითხრათ, შექმნილი საერთო გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩინეთიდან ძალიან გაზრდილია ინტერესი როგორც ინვესტორების კუთხით საქართველოს მიმართ, ვინაიდან შეცვლილი საბაჟო ტარიფები, რასაც შეერთებული შტატები აცხადებს, დამატებით იმპულსს აძლევს ინვესტორებს, რომ მოძებნონ ალტერნატიული გზები, რომ სად შეიძლება განვითარდნენ, სად შეიძლება გაფართოვდნენ და საქართველო კარგი შესაძლებლობაა მათთვის. ის დამატებითი შესაძლებლობები, რაც შექმნილია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, უვიზო მიმოსვლით, რა თქმა უნდა, ეს დამატებით იმპულსს აძლევს მათ იმისათვის, რომ უფრო მეტი ინტერესი გამოხატონ. ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ეს ორმხრივად მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა ჩვენს პროვინციაში საქართველოს ნაკლებად იცნობენ. არ არის ჯერჯერობით პოპულარული და ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ადგილობრივ კომპანიებს და საწარმოებს მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია თქვენ შესახებ. მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა დაიწყო, საქართველოში ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა შედარებით გაიზარდა, თუმცა კერძო სექტორის წარმომადგენელთა განმარტებით მნიშვნელოვანი მატება ჯერჯერობით მაინც არ შეინიშნება. ჩინელი ტურისტები საქართველოში ბალნეოლოგიის მიმართულებითაც ინტერესდებიან. სექტორის წარმომადგენლების თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანამ ამ ბაზრიდან მეტი ტურისტი მოიზიდოს, სახელმწიფოს მხრიდან მარკეტინგული კამპანიები უნდა გააქტიურდეს. საქართველოს წარმოჩენა მსოფლიო ბაზარზე სასურველია როგორც ბალნეო-მკურნალობა და სამედიცინო ტურიზმი. ამ თვალსაზრისით ჩინეთს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ჩინური მედიცინა საკმაოდ ცნობილია მთელ მსოფლიოში, თუმცა საქართველოს ცნობადობა ბალნეოლოგიის მიმართულებით ნაკლებია. ჩინური ტურისტები მე ვიტყოდი, რომ ესე მკვეთრად გამოკვეთილად უმრავლესობაში არ არიან ზოგადად ამ მიმართულებით, მაგრამ შეიმჩნევა ზრდა და მეტი ინტერესი, განსაკუთრებით ახლა მაგალითად ნუნისის მიმართულებით იქ გზის გაყვანაზე ჩინელები მუშაობენ და ამიტომ ეს ჩვენი კურორტის შესახებ იციან და პერიოდულად სტუმრობენ, თუმცა კომპლექსურად და მასიურად ჯერჯერობით ეს ასე არ არის, თუმცა ზრდა შეინიშნება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შედის. განიხილება საქართველოში წარმოებული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე დაშვების საკითხებით. ცვლილებების ოქმს კი ხელი 2026 წლის პირველ კვარტალში მოეწერება. ძალიან დიდი მადლობა ქრისტინე გამთენაძე, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის